რამდენიმე წუთში უკვე დაიწყება წიგნების პრეზენტაცია, რომელსაც მოყვება დისკუსია და თქვენ ახლა ჩემს უკან ხედავთ, რომ უკვე მოვიდნენ აქ ის ადამიანები, ვინც დაესწრებიან წიგნების პრეზენტაციას, აქ არიან ასევე ავტორები და შეგვიძლია გითხრათ, რომ პირველი წიგნი, რომლის პრეზენტაცია დღეს ღია სივრცეში გაიმართება, არის გამოსვლა. ამ წიგნში, როგორც ავტორმა ისაუბრა, ავტორმა როგორც განაცხადა, ამ წიგნში ეს პროექტი და ეს წიგნი მოიცავს ძალიან ბევრი ადამიანის ისტორია, საქართველოს მოქალაქეების მოყოლილი პირადი ამბები ინახება ამ წიგნში, რომელიც 1990-იანი წლებიდან დღემდე სხვადასხვა ისტორიას ყვებიან და ყვებიან იმას, თუ როგორ მოვიდა ეს ქვეყანა აქ. ხოლო რაც შეეხება უკვე მეორე წიგნს, მეორე ნამუშევარს, ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ, აი ხედავთ, რომ ავტორიც აქ იმყოფება ჩვენთან ერთად. ეს წიგნი მრავალ ისტორიას მოიცავს ასევე და ავტორს ვთხოვთ, თუ შეიძლება რომ დაგვეთვალიერებინოს, იმიტომ რომ ვიზუალურადაც ძალიან საინტერესო არის, თუ შეიძლება რომ ნახოთ რომ ვაჩვენოთ მაყურებელსაც. ავტორის კომენტარს რამდენიმე წუთში მოისმენთ, მანამდე კი გაჩვენებთ, თუ როგორ გამოიყურება წიგნი, რომელშიც მრავალი ისტორია არის წარუმატებელი სასიყვარულო ისტორიების შესახებ ეს წიგნი და სხვადასხვა ფორმით არის გამოხატული, ასევე როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ წიგნში ეს წიგნი ქვიარ ისტორიებზეც გვიყვება და როგორც აქ სანაპირდაპირ ეთერში შემოგიერთდებოდით, საუბრობდნენ აქ მოსული ადამიანები, ეს წიგნი შესაძლოა დაცენზურდეს იმ შემთხვევაში, თუ მათი თქმით გაგრძელდება მსგავსი პოლიტიკა საქართველოში. შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები. ექსოდუსი იქამდე სანამ ის წიგნად იქცეოდა, სპექტაკლი იყო. ეს არის დოკუმენტური სპექტაკლი, რომელშიც თავი მოიყარა 100-მდე ზეპირმა ისტორიამ, ნამდვილმა ამბებმა. მასში მონაწილეობდნენ გამომსვლელები, რომლებიც უმეტესობაც პროფესიით მსახიობები არ არიან და ვის მსახიობები იყვნენ ისინიც, როგორც მსახიობები არ გამოდიოდნენ, თავიანთ ამბავს ყვებოდნენ. თავისთავად პროექტის იდეა მაშინ იყო, რომ შეგვექმნა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის შესახებ ახალი ისტორიციზმისგან სრულად დაცლილი თხრობა, რომელიც თავის თავში გააერთიანებდა ძალიან განსხვავებულ ადამიანებს, ასაკით, შეხედულებებით, გემოვნებით, რწმენით. გამოცემა, რომელთანაც ახლა ჩვენ ვდგავართ, არის ჩვენი სპექტაკლის მიხედვით გაკეთებული კრებული, რომელიც მოიცავს პიესას, ნოტებს, ჩვენ სამუშაო პროცესს, როგორც ვიმუშავეთ ყველამ თითოეულმა მონაწილემ. და ყველა ნაწილი, რაზეც ვიმუშავეთ, ყველას კონცეფცია, ყველას ნამუშევარი შევიდა ამ კრებულში. და ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ წიგნის გამოცემა, იმიტომ რომ აი ეს ჩვენი ერთად მუშაობა რაღაცნაირად საფრთხეში არის ახლა ახალი კანონების გამო, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო და მგონია რომ ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ამ წიგნის გამოცემა, როგორც ჩვენი ერთად მუშაობის დაფიქსირება. სივრცეში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდის და ისინი დაესწრებიან ამ ორი წიგნის პრეზენტაციას, წიგნების ექსოდუსი, გამოსვლა და ანლავ. ისინი საქართველოს პირველი წიგნი საქართველოს მოქალაქეების ისტორიებს გვიყვება ომ გამოვლილ ადამიანებზე, ხოლო რაც შეეხება მეორე წიგნს, ის იკვებს იმას, თუ ვის აქვს სიყვარულის უფლება და ვის არა. ღია სივრცეში პრეზენტაცია გაგრძელდება დღეს ღამის 11 საათამდე.